ახობაძის პროცესი დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც გიორგიმ აღნიშნა, განცხადებაშიც მოვისმინეთ, მისთვის ამ დრომდე უცნობი იყო კონკრეტული პირის ვინაობა, ვინ იყო ის პირი, ვინც მის ჯიბეში მოათავსა ნარკოტიკული საშუალება, მას შემდეგ რაც მხოლოდ ვიზუალურად იცნობდა ამ პირს და მას შემდეგ რაც უკვე ფოტოსურათები მისთვის გახდა მისაწვდომი და ვიზუალურად ნახა ეს ადამიანი, ძალიან კარგად აღიდგინე, უბრალოდ გაახსენდა ის დღე და ის ფაქტი და ის მომენტი, რა მომენტშიც ეს თქვათ, მოთავსდა ამ ადამიანის მიერ, გურეშიძის მიერ მის ჯიბეში ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად, მან დაასახელა ეს პირი და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს არის ერთ-ერთი სამმართველოს ნარკოტიკების მიმართულებით ბუნებრივია, ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი და დღეის მოცემულობითაც, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, როგორც გიორგიმაც მითხრა, იკავებს იგივე თანამდებობას. გიორგიმ აქამდე იცოდა ეს პიროვნება ვიზუალურად და ამავდროულად იცოდა მისი ოთახი, მისი კაბინეტი, სართული მათ შორის ოთახის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ გიორგი დაკავების შემდეგ მიჰყავთ ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და იმ ოთახში და იმ სართულზე, რომელ ოთახსაც გარედან აწერია უფროსი. კონკრეტული ესე სახელი გვარი არ იწერა და აქედან გამომდინარე არ ქონდა გიორგის ეს ინფორმაცია დღევანდელ დღემდე. რაც შეეხება სხვა გარემოებებს, ჩვენ დღეს ორი მოწმე დავკითხეთ და ძალიან მოკლედ რო შევაჯამოთ, გიორგის ესე ვთქვათ, სისხლის სამართლის საქმეზე მთავარი ხაზი გადის იმაზე, ჭხრეკის ოქმი არის კანონიერი თუ არის უკანონო. მაშინ, როდესაც გამომძიებლები ამბობენ, რომ ნეიტრალური მტკიცებულება ვერ მოიპოვეს და ობიექტურად შეგვიძლია დაუშვათ, რომ ამის მოპოვების საშუალება მათ არ ქონდათ, მინიმუმ უნდა ახსნან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სტანდარტიდან გამომდინარე, რატომ ვერ შეძლეს ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება. აქამდე ამის მიზეზად ჭხრეკის ოქში, ანუ სამართლებრივ მტკიცებულებად ასახულ სამართლებრივ დოკუმენტში ასახული იყო შემდეგი ინფორმაცია, რომ არ ქონდათ ტექნიკური საშუალება და არ ქონდათ ფიზიკური რესურსი. მაშინ, როდესაც დღევანდელი დღის ჩათვლით უკვე ჭხრეკაში მონაწილე, მიუხედავად იმისა, რომ იქ 10-ზე მეტი პოლიციელი იმყოფებოდა და თავდაპირველად საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა გიორგი და საერთოდ გამქრალია სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ყველა სხვა პირი, გარდა 3 პირისა და ამბობენ, რომ მხოლოდ 3 პირი იყო გიორგისთან და ისინი ახორციელებდნენ სხვადასხვა პროცედურებს, თუნდაც ვენდოთ მათ, უკვე დღევანდელი მოცემულობით 3-ვე ეს პირი დაკითხული ყავს. დღეს დავკითხეთ ბოლო მოწმე ოქმის შემსები და 3-ვე მათგანი ხაზგასმით უთითებს იმას, რომ ტექნიკური საშუალება მათ შორის არის მათი აღქმით მობილური ტელეფონი და 3-ვე მათგანს ჰქონდათ ადგილზე მობილური ტელეფონი. თუმცა რატომღაც ჭხრეკის ოქში არის ასახული ინფორმაცია, რომ იმიტომ ვერ მოიპოვეს, რომ არ ჰქონდათ ტექნიკური საშუალება. ანუ უკვე დადასტურებულ სიცრუესთან გვაქვს ადგილი, თვითონვე ადასტურებენ ამ სიცრუეს, რაც შეეხება მეორე გარემოება, ფიზიკური რესურსის არარსებობა. ნათლად დაადასტურა დღეს გამომძიებელმა, რომ თითქოს მოყავთ ისეთი ფაქტები, რომ ერთ-ერთი პირი, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი წინააღმდეგობას არ წერდა, იმყოფებოდა გიორგისთან, მეორე პირი პროცედურა ჭხრეკას ახორციელებდა, ხოლო მესამე პირი, ვინც დღეს დავკითხეთ, ავსებდა ჭხრეკის ოქს და თითქოს აქედან გამომდინარე, ვინაიდან ყველა თავის საქმეს აკეთებდა და დაკავებული იყო, ფიზიკურად ვერ შეეძლოთ ვიდეო გადაღება ეწარმოებინა, თუმცა როდესაც დღეს დაესვა კონკრეტული კითხვა ოქმის შემსებს და როცა მან მაგალითად ამოიღო ლუქი და ჩადო ის ეგრეთ წოდებული ჩადებული ნარკოტიკი ამ ლუქზე და დროებით ეს ვთქვათ მოცდა და აღარ ავსებდა ჭხრეკის ოქს, ზუსტად ამავე მოცემულობით, ზუსტად იგივე მოქმედება რომ გაეკეთებინა, დროებით რომ შეყოვნებულიყო და რამოდენიმე წამით შეეჩერებინა ოქმის შედგენა და უმნიშვნელოვანესი ნეიტრალური მტკიცებულება მოეპოვებინა. მობილური ტელეფონით, საკუთარი მობილური ტელეფონით აესახა გიორგი ახობაძის ჭხრეკა. რაიმე თუ იყო დამაბრკოლებელი გარემოება ან ვინმე თუ უშლიდა ამაში ხელს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ რაიმე პასუხი ვერ მოვისმინეთ, შესაბამისად არ არსებობდა და ვერც იარსებებდა და ვერც გაგცემდა ბუნებრივია პასუხს, იმიტომ რომ არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება მას არ ქონდა ფიზიკური რესურსის კუთხით ვეკითხებით, ბუნებრივია რომ ვინმეს ფიზიკურად მისთვის ხელი შეეშალა, ან რაიმე გარემოება ისეთი ყოფილიყო, რომ ერთია რომ უკვე დადასტურებული ფაქტი ტექნიკური საშუალება ჰქონდათ და არ გადაიღეს ეს ერთი სიცრუე, მაგრამ მეორე რასაც აქამდე ეჭიდებოდა, ესე ვთქვათ, ბრალდების ხარ, რომ თითქოს ფიზიკური რესურსი არ ქონდათ, ამის გამო მრიცხველი რეალური გარემოებაც ვერ მოვისმინეთ და ინფორმაცია. დასასრულს ეს ვთქვათ გამოცხადებას როდის ელოდებით დაახლოებით რამდენი პროცესი? ფაქტობრივად დადასტურდა, რომ ერთიც და მეორეც არის სიცრუე და ჭხრეკის ოქმი არის უკანონო და ჭხრეკის ოქმის საფუძველზე ნაწარმოები სხვა ყველა საგამოძიებო მოქმედება ბუნებრივია არის უკანონო. შესაბამისად, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს და ვერ იარსებებს უჭხრეკის ოქმის
საქმე არის უკანონო. რაც შეეხება ძირითადი მოწმეები დაკითხული ყავს სასამართლოში, დარჩა ეს თქვა ისეთი მოწმეები, ვინც არანაირი სახის არსებით ინფორმაციას არ აწვდიან, ვერ მიაწვდიან მოსამართლეს და იმდენად მჭიდრო, ესე ვთქვათ, გრაფიკი გვაქვს განსაზღვრული, დაახლოებით თუ გეტყვით ესე უხეშად 5 ივლისამდე გვაქვს მონიშნული 6 პროცესის თარიღი. ჩემი უხეში გათვლებით მე ვფიქრობ, რომ აი ამ პირობითად ივლისისთვის ნახევრამდე შესაძლებელია გიორგი ახობაძის საქმეზე მოვისმინოთ უკვე განაჩენი. რაც შეეხება მოლოდინებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩხრეკის საქმე არის უკანონო და სხვა ყველა მტკიცებულება, ანუ პირველი პატაკის პირველი წერტილიდან პირველი მტკიცებულებიდან ყველაფერი უკანონოა გიორგი ახობაძის სისხლის სამართლის საქმეში, რეალურად ბუნებაში ვერ წარმომიდგენი ასეთ პირობებშიც კი თუ მოსამართლე ობიექტურად განიხილავს საქმეს და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, ვერ წარმომიდგენია გამამტყუნებელი განაჩენი. თუმცა ძალიან კარგად ვაცნობიერებთ რა პირობებში ვიმყოფებით, რა მდგომარეობაში ვართ, როგორ არათანაბარ პირობებში ჩაგვაყენა სასამართლომ ერთის მხრივ, როცა ჩვენ დამატებით არ მოგვცა სხვა ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვის უფლება, შესაბამისად მათ შორის სამწუხაროა ამის თქმა, მე ადვოკატს რომ მიწევს, მაგრამ ვაცნობიერებ იმასაც, რომ დიდია იმის ალბათობა, რომ ამ პირობებშიც კი როცა ერთი მტკიცებულება და არგუმენტიც არ აქვს ბრალდების ხარეს, ნეიტრალური მტკიცებულება განსაკუთრებით, როგორ უნდა გამოიტანოს მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა რა თქმა უნდა ამ პირობებში რა სასამართლოს პირობებშიც ვიმყოფებით დღეს, ამის შესაძლებლობას რა თქმა უნდა უშვებთ. ხოლო აქედან გამომდინარე და არა მტკიცებულებებიდან გამომდინარე. კი ბატონო, ლაშა, დიდი მადლობა. ლაშა ცუცქირიძე გვერდებოდა ამ შემთხვევაში გიორგი ახობაძის საქმეზე ვლაპარაკობდით, მისი ადვოკატი. მადლობა მას დავასრულეთ.